რა ფაქტორები აფერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას საჯარო სექტორში, რა გეგმები აქვს ამ მხრივ სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს და როგორ გამოიყურება დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებელთა სტატისტიკა. თემაზე დღეს ნათია ლომაძე მუშაობდა. თავი ჩინა იმან რომ ინფრასტრუქტურები არ არის გამართული. აჭარის დასაქმების სააგენტო მუშაობის 3 წლიან პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 2 პირი დაასაქმა, თუმცა დროებით. ბაზაში სამუშაოს მაძიებელი კიდევ 21 ადამიანია რეგისტრირებული. მივიღეთ ევროპის საგანმანათლებლო ფონდიდან, ანუ ევროკავშირიდან რეკომენდაციები, სადაც არის ერთ-ერთი გვერდი, რომელიც სწორედ გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ამ ადამიანების ადაპტირებას. 2015 წლიდან ჩვენ ასევე აღვადგენთ ამ პროგრამებს და ერთ-ერთი პროგრამა არის სწორედ სოციალურ დაუცველი მოსახლეობის პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელშიც პრიორიტეტი ენიჭება შეზღუდული საფრთხის მქონე პირებს. დასაქმების სააგენტო მომავალი წლიდან პროფესიული გადამზადების პროგრამის განახლებას გეგმავს. უფასოდ განათლების მიღება სხვებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეძლებენ. მათ დასასაქმებლად და სხვა პრობლემურ საკითხებზე სამუშაოდ აჭარის მთავრობაში საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ჩვენ ვფიქრობთ დავსვა საკითხი რომ გამზადოს საშტატო ერთეული, თუ ამას მივახცევთ 2015 წლისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ავიყვანთ. თანამშრომლად თუ ვერ შევძლებთ ამას, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენ გვეყოლება რამდენიმე სტაჟორი, სტაჟირებას გაივლიან ჩვენთან სხვადასხვა დეპარტამენტებში, მათი პროფესიის შესაბამისად და სტაჟირების პერიოდში მათ შეუქმნით ყველა პირობას, რომ ისინი იყვნენ იმ გარემოში, იმ კონკურენციის გარემოში, სრულფასოვნები და შესაძლოა კონკურსი გამარჯვება. მესამე სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი დასაქმების პროცესში მთავარ პრობლემად არაადაპტირებულ გარემოს მიიჩნევს. სტრატეგიაზე მუშაობს ბათუმის მერის ახლა დანიშნული მრჩეველიც. ადაპტირებაში მხოლოდ პანდუსი არ იგულისხმება, იქ სხვა ნიუანსებიცაა გასათვალისწინებელი, იგივე ეს სმენის აპარატურები, რომლებიც საჭიროა მხედველობის არამქონე ადამიანისათვის, იგივე სმენა დაქვეითებული ადამიანისთვის მოციმციმე ღილაკები. რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციებს მთავრობასთან, ალბათ უფრო იქნება იმ მხრივ, რომ ჯერ მოხდეს განათლება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის არაადაპტირებული გარემო. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიდეს ცვლილება და ამაზე დასაქმების სააგენტოსთან გქონდა კონსულტაცია, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმების დროს არ შეეხოს კონკურსი შეშემო პირებს. პრობლემებზე მსჯელობის მიზნით სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო მესამე სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე უახლოეს პერიოდში შეიკრიბება.